ხიხოკრატია ქართული თარგმანია ბერძნულის ოხლოკრატიის. ოხლოს ბრბო არის. ბრბო ქართულად ხიხოა. ხიხო აი გაუნათლებ ესეთი ის არის. ხიხოკრატია მარჯვნივ გაიხედავ ხიხოა, ხიხოკრატია მარცხნივ ხიხოა, ზემოთ ხიხოა, ქვემოთ ხიხოა იძახის ნიკო სვანიძე. და რამ ჩაგვაყენა მაგ მდგომარეობაში? ესე იგი, სად არის დემოკრატია? დემოსი ხალხს ნიშნავს. დემოსი ხალხი რა არის, ხო? ქართულად მასებს შეესატყვისება ქართულად ლიანგი. მასა ლათინური არის. ხო და სვანიძემ უფრო ქართული დიალექტიკიდან აიღო და ხიხო. ხიხო. ესე იგი, გაუნათლებელი, გამოუჩორკნავი თუ გამოჩორკნილი ადამიანთა ერთობლივობა და კრატოს ძალაუფლება. არა მარტო ხიხოკრატია არის, ჩვენთან არის ხიხო სახელმწიფო. ხო? მთელი უბედურება ის არის ამ ხიხოკრატიულ ქვეყანაში ჩვენც არ ვიყოთ ხიხო, მე და ნიკო არ ვიყოთ ხიხო. და რა განაპირობებს ხიხოკრატიას? ხიხოებს რო ვირჩევთ მერე და პარლამენტში შტანგისტები, მოჭიდავეები, ფეხბურთელები. ესე იგი, ესე ხო არაფერს არ გააკეთებენ და იგივე ნიკო განმარტავს თავის გამოსვლაში რომ გიხაროდეთო რომ არაფერი როგორც კიდე თიცხოვე, არაფერი ერთიანი იმაში შტანგისტმა რა უნდა გითხრას? იცხოვრე შემს, მართლაც ესეა. პარლამენტს რო გაავსებთ ახლა ხიხოებით, როგორც კიდე იცხოვრე რა. და დემოკრატია უკვე, დემოკრატია კანონით მართვა არის. ხალხის მიერ ხალხი შეგნებული ხალხი ირჩევს გარკვეულ ჯგუფს ორგანიზაციისათვის რო გაგვიწიო და მე მომეცი უფლება დავკავდე საქმით და აკონტროლე შენ. ერთდროულად საქმეს და გაკონტროლებას ვერ მოასწრებს ადამიანები, ხო? ამიტომ ვირჩევთ ადამიანთა ჯგუფს, განათლებული ხალხი სხვადასხვა სპეციალობით, რომ ჩვენ საქმეს ვხედო და შენ მიხედი ახლა ამას. რა წესრიგი ვინმე არ დაარღვევს და კანონი ვინმე არ დაარღვევს. თან ამას აფინანსებს მოსახლეობა. მთავრობას რო ირჩევთ, თქვენ აფინანსებთ იმას. ეგრე არის ნამდვილი კლასიკურ გაგებაში. ახლა კი მთავრობას რო ირჩევთ, თქვენ გატყავებთ. ესე იგი, აბსოლუტურად არის დისტანცირებული მთავრობა ხალხისაგან და ამის მიზეზი სწორედ არის ხიხოკრატია. ხიხოებმა აირჩიეს ხიხოები, ხო? 150 ხიხო და იქიდან 61 ხიხო არ შევიდა. დანარჩენი ხიხოები არიან შეიყარენ იქა, იმღერეს, იტაშფანდურეს და ერთი ხიხოც წამოაყენეს პრეზიდენტად. ესე იგი, თავში მჯდომარე ხიხოების ქვეყანაში ხიხო არის, ხო? ქართულში ყველა ვიცით ხიხო, ხო? სინონიმი ამისი არის გაუნათლებლობა, გაუთლელობა, სირეგვენე, თუ შეიძლება ასე ითქვეს, უცოდინარობა და არის აი ესეთი მდგომარეობა, ხო? ასევე მღვდლები ხიხოკრატები. აი მანდ არის სულიერი ხიხოები. სული რომელიც არის ღმერთს მოშორებული და აი მანდ არის, აი ხიხო რელიგია, ხიხო შიოლაშვილი და ხიხო ყველა მღვდელი და ერთ-ერთი ხიხო არის კიდეც აი შალვა თქვენი ხიხოების მამა, ხიხო შალვა, რომელიც წეული და იმას წეულიმც იყოს, ვინც რუსეთთან არის და მე საქართველოს აი ნახეთ, ეს იყო ხიხოს წევლა. და რა თქმა უნდა, ასევე პარლამენტში ყოფილი ხიხო, რომელიც უკვე ხიხო პრეზიდენტია და აირჩია ხიხოების ხიხო ელიტარებმა ჭყალებში, პარლამენტში ისეც მე და შენ შორის ვინც რუსებთან არისო და რუსე იმის დედასო და ადგა ვაშკაცი. აი ეს ის არის ხო, ყაველანთ ბიჭი. ის ახლა არის ეს ხიხო ლექსიკონით, ხიხო ქვეყნის ხიხო პრეზიდენტი. ხო, მაგრამ ეხლა ერთი ამის აღწერა, მაგრამ ახლა მე მაინტერესებს ბადურ ნიკოსთან ერთად რა წარმოშობს ხიხოკრატიას. და ხომ არ არის ჩვენი ბრალიც, თითოეული ჩვენთაგანის, ჩემი ნიკოსი და ყველა ამ არის ჩვენ კი რა სიამოვნებას გვანიჭებს, რომ ამას ვიძახით ხიხოკრატია არის? კი, მაგრამ ჩვენც რო გვიწევს მათ ცხოვრება. პირადად ახლა მე არ მიწევს, ეგ ნიკო მიკითხოს, საქართველოში არის ამ ხიხოკრატიაში და რა აძლებინებს. მე კიდე იმის გამო რომ ხიხოკრატია მოდიოდა მე ვატოვე 23 წლის უკან საქართველოს და უკან არ გამომიხედია და ამ ხიხოკრატიას თვალყურს ვადენებ დასავლეთის მიერ შექმნილი ინტერნეტის მეშვეობით, ხო? თავად ნიკო სვანაძეც თუ არ ვიცი მე იქ არის შეიძლება მან ცხოვრდეს რა აძლებინებს მასეთ ქვეყანაში სადაც გაიხედავ მარჯვნივ ხიხოა, გაიხედავ მარცხნივ ხიხოა, აიხედავ ზევით ხიხოა, დაიხედავ ქვემოთ ხიხოა. კი, მაგრამ როგორ ცხოვრობ მაშინ ამ ქვეყანაში შენ? და როგორ უნდა გამოხვიდე მაგ მდგომარეობიდან? აი რელიგიური ხიხოკრატია უფრო საშინელება არ არის? ხიხოები არ არის რომ დადიან ამ იღლიაში ამოჩრილი ხატებით, სანთლებით, ფოფოდი ამღდლები? იცით რა არის? წვერო სანთაკრატიაც რო არის მანდა. ყოველ მეორეს წვერი აქვს მოშვებული რა, რის სიმბოლოა ვერ გავიგე. თავგადაპარსულები და წვერები და მთელი საქართველოს საგიჟეთია ხალხო. საგიჟეთია, სადაც ფსიქიატრების ნაკლებობაა და პოლიტიკური მასში ხიხოკრატია იცოცხლება, მაგარი რაღაცა, ხო, სპორტსმენებით გაჯეჯგეს და მართლაც ესეთი ქვეყანაა. ამიტომ ვიძახ ახლა გადავხედოთ მთლიან საქართველოს, აი რა ქვეყანაა ეს?
აი ეს ქალბატონი სალომე, უბრალოდ უნდა უწოდო ქალი, მაგარი ხიხოა. ყველანაირი გაგები. არაფერი არ იცის ამან. ესე იგი, ევროპაში ხიხუები იზრდება, კაცო? უკვე რაღაც ევროპასაც უნდა გადავხედოთ ჩვენი იმით სკეპტიკურად და გავანებოთ. იქაც ხომ არ არიან ეგრეთ წოდებული ხიხუები და სოფლიო ხوار დაიპყროს ხიხუებმა. შევცვალოთ ტერმინი ხება ცოდვა დაცემულმა სამყარო და აი ეს საღდება როგორც განათლებულობა, დიპლომიანობა და აი სწორედ თეოლოგიაში ამას ანტაგონისტი რო ყავს ღმერთს, ეს არის სატანა. ახლა ასეთ დონეზე ვერ გავა ის ადამიანები, ვისაც არ წამს ღმერთის არსებობა და მით უმეტეს ღმერთის მოწინააღმდეგის არსებობა. და ვინ წარმართავს ქვეყანას და საბოლოო გამარჯვებას ვინ მიაღწევს და რა თქმა უნდა ღმერთმა გაიმარჯვა. ამაზე მეტ ყურადღებას რო ვამახვილებდეთ ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენ გვეშველება. ამ დროს ვჩემულობთ რომ ვართ მამებით გავჯეჯგეთ ეგ საქართველო. ხო, ქვეყანა არაფერს არ აკეთებს და მინისტრები გვყავს. აფხაზეთის რესპუბლიკა აი ახლა ჩვენთან არ არის და გვყავს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. და ეს ხალხი მათ ფინანსდებიან. 30 წელზე მეტია რაც მიატოვეს ხო ის აფხაზი. სად არის აფხაზეთი? და ამ მუქთახურას რო ინახავთ. რამდენი მუქთახურა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის და არის თითქოს ეს რა არის აფხაზეთი რო დაბრუნდება რომ არ იყოს ქაოსი ეს უმაღლესი საბჭო ავტომატურად დაჯდება იქ. ასე რომ გვაუცებს ეს ქვეყანა ეს საოცარი ქვეყანა აი თვითმარქვია რესპუბლიკა. თვითმარქვია პრეზიდენტი. ხო და სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია. როგორც ვენახში ვას ხარდანს დაარჭობ, აი ესე დაარჭეს, მაგრამ ვერ შემოეხვია ამას ვერავინ კარხანს. ახლა ეხვევიან ხარდანი პრეზიდენტი ქალი, თვითმარქვია ხიხო და ხალხი დაყვება ამას. ვინ? ხელოვანები. ხელოვნება საქართველოში არის და ხელოვანები ყავს გაჯეჯგილი. სად არის ხელოვნება? სად არის ხელოვანი? რა რისი მაქნისი ხარ ხელოვანი? რა ვიცი, რა ხელოვნებაა საქართველოში? რა მწერლობა არის? სად არის კაცო რა მიმალავთ? საიდუმლოს ქართველს ვერ ანდობ. გამოგიფენს. აგერ ინტერნეტში ყველაფერი გამოფენილია და სად არის აქ ან ხელოვანი ხალხი, ან კინემატოგრაფები სად არის, ან რა რეჟისორები ყავს. არმია ყოლია, ნახეთ, აი მიყვებოდა თვითმარქვია ხიხო ქალბატონს, და არ გამოვა ცოცხალით. ეს არის პრეზიდენტი. ჩვენ მივიღეთ ორი პრეზიდენტი საქართველოში. ერთი პარლამენტში, მეორე აქეთ და შენობაც გვაქვს ორი. ერთი სააკაშვილის დროს აშენებული და 800 მილიონი გადაიყარა, მე მგონი თუ მილიარდამდე მივიდა და ახლა იქ დაჯდება ხიხო ფეხბურთელი პრეზიდენტი არჩეული და ეს იყოს ორბელიანებზე. და ხო უფრო კარგი იქნება. რა კარგია, რა, მაინც უსაქმური ქვეყანა არის, არავინ არაფერს არ ქმნის და არც ხალხზეა დამოკიდებული იმდენად ეს ბიუროკრატიული აპარატი სესხებზე ზიან, დასავლეთი აფინანსებდა, გასტერბაიტერები გააქციეს და რიგში დგას კიდე რამდენი გაიქცევა იქა და იქიდან შემოედინება 3 მილიარდზე მეტი ვალუტა და ამებს ატრიალებენ ეგენი და ქვეყანა არის მთლიანად გაპარტახებული. საკრებულებში რას აკეთებს ხალხი? აი თბილისის საკრებულო, გორის საკრებულო, აი კარება შეიკრიბა, რას აკეთებს? ჭორაობა, დროსტარება და იბეჭდება ეს ხალხი სულელური რაღაცა ვითომ ლარები და მომენტალურად იმის გადახურდება დოლარებზე მეტის. რო შეწყდეს დოლარების შემოდინება, მან რას აპირებთ? ცოტა გაეფართოებინათ მაინც საქართველოს სულ გაზეთებს ისევ და უკან. კომსომოლსკაია პრავდა დაწყებული კომუნისტი ქართული იყო ტუალეტებში ჩამოკიდებული, ხო? და დასავლეთიდან ბარიგების შემოტანილი ტუალეტის ხალხი და უკვირდათ ეს რა არისო. სურსათიც კი აზარში უკვე არაფერი არ არის მოწეული ისეთი დონით, რომ დაკმაყოფილდეს ღორმუცელა ერი დღე და ღამე რო სკდებიან რო შევლენ რესტორანში დილამდე არ გამოტიან. მე ბახმელიაზე ისევ რესტორანს მიაშურებენ და მთქნარებით კვდებიან, ყავით სკდებიან. ოფისებში არის სუყველა ზის. ერთობიან ინტერნეტმა ისეთი რამე გააკეთა. გაერთო ყველა ამას, ყველა ხიხო შეუერთა და TikTok-ში ყველა ხიხო არის, პოდკასტებში ყველა ხიხო არის და მივიღეთ ასე ბატონო ნიკო სვანიძე ხიხო რესპუბლიკა. ხო, ხიხო რესპუბლიკა, ხო და პასპორტს დავაწეროთ ხიხო რესპუბლიკა. საქართველოს რა დოქვია მაგას? ხიხოები არიან, მარტო ქართველი ხიხო კი არ არის. აზერბაიჯანელი ხიხოც არის, სომეხი ხიხოც არის, იმიტომ რომ ეგ მოქალაქეა მაგის. ხიხო რესპუბლიკაში ხარ, მოქალაქე ხიხო ხარ. ხო და აქ გავთანაბრით ამ ტერმინა წაშალა ეროვნება. ხიხო ქართველი, ხიხო სომეხი, ხიხო აზერბაიჯანი და ვინც მოვა ტურისტი, ხიხო ტურისტი იქნება. ეს უფრო უპრიანია და სწორია. ვინ შექმნა ეს თარება და მდგომარეობა?